ესე იგი, ჩვენი კავშირის შექმნის იდეაც ზუსტად ის იყო, რომ საჯარო მოხელეებზე ხორციელდება წნეხი იმის შემდეგ, რაც მათ გავრცელეს განცხადებები პროევროპული კურსის დაცვის და ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის. ამის შემდეგ დაიწყო ეთერითაც მოგმართეს და დაგვემუქრნენ, რომ სამაგალითოდ დავისჩებოდით და ქმედებებმაც არ დააყოვნა ძალიან მალევე ვიხილეთ პირველი გათავისუფლებლები სხვადასხვა სტრუქტურებიდან. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოხელების უფლებები, იურიდიული უფლებები ყოფილიყო დაცული. იმიტომ რომ საჯარო მოხელებს არ აქვთ მაღალი ანაზღაურება და რო დატოვებდნენ სამსახურებს, მათ არ ექნებოდათ იმის რესურსი, რომ ეწარმოებინათ დავები. პირველ რიგში აი ამ სოლიდარობისთვის შეიქმნა, ასევე ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები ჩვენი პროფესიული კავშირის ფარგლებში, რომ დასაქმებაშიც შეუწყოთ ხელი და მუდმივად ვეთანამშრომლობთ და კიდევ ვაპირებთ მომავალშიც, რომ ბიზნესებს ვთხოვოთ, რომ აი ამ კოლექტიური სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩაერთონ.